ჩვენ საუბრობთ ბუნებრივია ბატონ თემურ შაშიაშვილთან ერთად, როგორც სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები, საუბრები გვაქვს კახა კუკავასთან, ასევე შედგა რამდენიმე შეხვედრა ჯონდი ბაღათურიასთან, სხვა ასე ვთქვათ პოლიტიკოსებთან და არაპოლიტიკოსებთან, საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობილ ადამიანებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა გზა განსაზღვროთ, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დარჩეს რეალურად არჩევნებზე, რომელიც არ იქნება მიმართული ხელისუფლების შეცვლისაკენ და რომელიც დარჩება, ესე ვთქვათ, გამოუყენებელი და შესაბამისად, რომელსაც მიითვისებს ხელისუფლება. ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით არის, ესე ვთქვათ, მოლაპარაკების სტადიაზე, როცა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამის თაობაზე ბუნებრივია საზოგადოება შეიტყობს. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი პარტია რომ დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. როგორ ანუ თქვენ მაჟორიტარი დეპუტატების შემოთავაზება გქონდათ ქართულ ოცნების მხრიდან. ამ კუთხით თუ გაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და დამოუკიდებლადაც თუ მიიღებთ მონაწილეობას, თუ ამ შემთხვევაში განიხილება, რომ თქვენ ქართულ ოცნებასთან ერთად მიიღებთ თუ არ გაერთიანდებით თქვენ კახა კუკავას. იცით რა შეასაქმე, ყველა ეს შეკითხვა ჯერ ვერ იქნება პასუხგაცემული, იმიტომ რომ მოლაპარაკების სტადიაზე ვართ, რაც შეეხება თქვათ ქართული ოცნების შემოთავაზებას მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოზე, თუმცა ბუნებრივია მთელი რიგი საკითხები ჯერ კიდევ ძალიან სერიოზულ დაზუსტებას მოითხოვს. ჩვენ გახსოვთ, თავიდანვე მომხრე ვიყავით იმისა, რომ ოპოზიციური ხმები არ გახლეჩილიყო მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ან პოლიტიკური სიმპათიებისა, ყველაფერი გაკეთებულიყო იმისათვის, რომ შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. რაკიღა ვერ მოხერხდა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა, გარკვეული კოორდინირება მაინც აუცილებელია და ეს კოორდინირება მათ შორის შეიძლება მოიცავდეს მაჟორიტარებთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებებს, რომ არ გაიხლიჩოს განსაკუთრებულ შემთხვევებში ოპოზიციური ამომრჩევლის ხმა. ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების საგანი, ბუნებრივია მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ჯერ არჩევნების თარიღი არ გამოცხადებულა და მე ვფიქრობ მეტი სიცხადე იქნება ამ მოლაპარაკებების შემდეგ. და კიდევ ერთი კითხვა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვრცელებოდა ინფორმაცია, რომ იმიტომ გაიწელა, ასე ვთქვათ, კუკავასთან ბლოკის შექმნა, რომ თქვენ მოლაპარაკებებს მე თქვენ რამდენიმე იცით რა შეასაქმე, მე თქვენ რამდენიმე სუბიექტი დაგისახელეთ, თქვენ კი ალბათ არა შეგნებულად, მაგრამ მაინც ეს ვთქვათ ერთი და იგივე კითხვას სვამთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა, მე მარტო ქართულ ოცნებაზე არ გეუბნებით. ჩვენ როდესაც ბლოგზე ვსაუბრობთ, თუ ბლოგზე იქნება საუბარი, აქ არ იქნება მარტო, ასე ვთქვათ, ჩვენი პარტიის და კახა კუკავას პარტია, თქვენ მე გითხარით, რომ იგივე ბატონი თემურ შაშიაშვილი აუცილებლად იქნება, თუ შედგება ესეთი ბლოკი ამ ბლოკში და კიდევ შეიძლება რამდენიმე სხვა სუბიექტი დაემატოს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, რასაც ამბობდა კრება, რომ ხალხის ძალის ჩვენების გარეშე შეუძლებელია რეალურად ქვეყანაში წინ წაიწიო იმ მიმართულებით, რომ არჩევნებს საერთოდ აზრი ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ეს, რომ ასე ვთქვათ, მართლაც ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მეტ საკითხებში დაემთხვეს ქართული ოცნების მოსაზრებები ან მოქმედებები იმას, რასაც ამბობდა სახალხო კრება და რასაც ვემხრობოდით ჩვენ. ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, მე შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო კრება არაპირებს არც ქართულ ოცნებასთან და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან რაიმე ტიპის კონფრონტაციული რეჟიმის შექმნას, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ როგორც მინიმუმ კოორდინირებული რეჟიმი მოქმედებდეს. და ბოლო შეკითხვა, თუ თქვენ დამოუკიდებლად მიიღებთ მონაწილეობას, საიდან მოიპოვებთ დაფინანსებას? მე თქვენ გითხარით, რომ როცა გადაწყდება საკითხი იმასთან დაკავშირებით,
მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, რა კონფიგურაციით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ამის თაობაზე განცხადებას გავაკეთებთ. ეხლა მისამართების მიცემას იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენს პარტიას დაეხმარება თქვენი ხელისუფლებისათვის, რომ დაატერორონ ეს ადამიანები და სახლები გააყიდინონ, ნამდვილად არ ვაპირებ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. დაფინანსება იქნება კანონის ჩარჩოებში, იქნება ისე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და კანონიდან გამომდინარეობს.